ვისაუბრებთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბები შეიქმნა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით სასულიერო პირებმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. ამჯერად მორიგ პროექტზე გიამბობთ, რომელიც 72 საჯარო სკოლაში გაიმართა. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდნენ სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, 72 საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის მოძღვარი და პედაგოგი დეკანოზი ირაკლი ნემსაძე და 72 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნინი ჯაფარიძე და ხათო თოდრია. დილამშვიდობის გმადლობთ მობრძანებისთვის და ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. მამა ირაკლი, თავდაპირველად თქვენ მოგმართავთ კითხვით თუ როგორ გაჩნდა იდეა, როგორ ჩამოყალიბდა ღირებულებითი განათლების კლუბი სკოლაში, როგორ იყო დაინტერესება? დიახ, თავდაპირველად უწმინდესი პატრიარქის განსვენებული ილია მეორის კურთხევით სკოლებში შეიქმნა საკვირაო სკოლები, რომელიც იყო საფუძველი. შემდეგ ეს განვითარდა და უკვე რამოდენიმე 1-2 წლის წინ დაახლოებით შეიქმნა უკვე ღირებულებითი განათლების კლუბები და განვითარების შედეგად მოხდა უკვე ეს ოფიციალური სახე შეიძინა განათლების სამინისტროს ჩართულობით, მოხდა გადამზადება სასულიერო პირების, მოურძანენ საპატრიარქოში კვალიფიციური პედაგოგები, ბავშვთა ფსიქოლოგები და ჩვენ გავიარეთ სემინარები, მოხდა გადამზადება ჩვენი და ბოლოს შეფასება, ტესტირება გავიარეთ და ამის შემდეგ უკვე მოხდა ჩვენი სკოლებში შესვლა და ჩამოყალიბდა ეს კლუბები საპატრიარქოს მხრიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტიური ჩართულობით, მათი დიდი ძალისხმევით და მოხდა ორგანიზება და თავდაპირველად როგორც ვიცი მე ცოტა მოგვიანებით შემოვერთდი მათ და თავდაპირველად ეს ენთუზიაზმით იყო, სულ რაღაც 20 საპილოტო სკოლა იყო და ამის შემდეგ უკვე ისე განვითარდა ეს ეროვნული საქმე, რომ დღეს მხოლოდ თბილისში 100-ზე მეტი სკოლა არის, სადაც არსებობს ღირებულებითი განათლების კლუბები და საქართველოში უფრო მეტი. გაინტერესება როგორი იყო თავად სკოლის მხრიდან, ბავშვების მხრიდან, რამდენად ჩაერთნენ აქტიურად ამ პროექტში? კი, რა თქმა უნდა, თავიდან ჩვენც რომ შევდიოდით, გვეგონა რომ რაღაც უფრო შებოჭილი იქნებოდა ვითარება და ბავშვების რაღაცა ისე გახსნილობა, ჩართულობა, ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენც გაგვიადვილდა თავდაპირველად ზოგადად ეს ღირებულებითი განათლების კლუბი არ გულისხმობს მხოლოდ რელიგიაზე საუბარს. ღირებულებითი ესე იგი დაფუძნებული არის ეს ღირებულებაზე, ქრისტიანულ ღირებულებებზე, რა თქმა უნდა და ჩვენ თავდაპირველად, როდესაც სკოლებში შევედით, აი ზოგადი ჩამოვწერეთ დაფაზე, აი მახსოვს ნინი აქტიურობდა ამ კუთხით და ჩამოვწერეთ ღირებულებები, როგორც არის ტოლერანტობა, თავმდაბლობა, მეგობრობა, თავისუფლება, ასე შემდეგ და აი ეს თემები შემდეგ ზოგადად უკვე განვავრცეთ და აი როდესაც თქვენ ჩვენ თავისუფალი დროც გვაქვს და ამოიწურება ეს ჩვენი გაკუთვნილი დრო, შემდეგ შეკითხვებს უსმევთ და გვაქვს კითხვა-პასუხის რეჟიმი და მაინც აი რელიგიის გარეშე და სულ მაინც ეკლესიას ეხება შეკითხვები თავისთავად რელიგიასთან დაკავშირებით, იმაზეც საუბრობთ თავისთავად და განიხილავთ ამ თუ იმ საკითხს, რაც მათ აინტერესებთ, ხო? მამა ირაკლი, გადამზადება ახსენეთ და ეს გადამზადების კურსების შესახებაც რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი არის და რა მოგცათ ამ გადამზადების კურსებმა? რა თქმა უნდა, ძალიან სულიერი შვილები მრავლად ყავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მოსწავლეებთან ურთიერთობა კიდევ ალბათ სხვა საკითხია. ახალგაზრდათან ურთიერთობა არასდროს არ მიჭირდა, რა თქმა უნდა, რაც თქვენ ბრძანეთ მრევლშიც არიან, მაგრამ ეს მაინც სხვა სფერო არის უკვე თუ აქამდე ჩვენ ასეთი უშუალო ურთიერთობა გქონდა, ახლა უკვე განათლების სამინისტროს აი ძალისხმევით ჩვენ უკვე პედაგოგების რანში აგვიყვანეს და გავიარეთ ნამდვილად ეს სემინარები იყო, ბევრი აღმოჩენა, ძალიან საინტერესო სემინარები გქონდა და ამის შედეგად უკვე რაღაცნაირად უფრო თავისუფლად ჩავერთეთ აი ამ ეროვნულ საქმეში შეიძლება ითქვას
და ძალიან გაგვიადვილდა უკვე როგორც პედაგოგები, როგორც მასწავლებლები ეს ყველაფერი ჩვენ განათლების სამინისტროს ძალის ხმებით ასე ჩამოყალიბდა ეს ძალიან მაღალ დონეზე და მაღალი ხარისხით. ჩვენს მშვენიერ სტუმრებსაც მინდა ორიოთ კითხვით მიმართო მამა ირაკლი. მამა ირაკლი მახსენდა ნინ ძალიან აქტიურობდა პირველი დღეს, როდესაც ღირებულებებზე იყო საუბარი და ნუსხაში ადგინეთ, ასე ვთქვათ, ხო და ჩამთვალეთ. რა მოგცათ, როგორ დაინტერესდით, მოდით ჯერ თავიდან ამით დავიწყოთ. რატომ გაგიჟდათ ინტერესი, რომ ამ კლუბში გაწევრიანებულიყავით და შემდგომ რა მოგცათ ამ კლუბმა თქვენ? როგორც კი გავიგე, რომ იქნებოდა ღირებულებათა განათლების კლუბი, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება და ჩავიწერე კლუბში, რადგან გავიგე, რომ მექნებოდა სასულიერო პირთან ურთიერთობა. და ალბათ ამან ყველაზე მეტად გამოიწვია ინტერესი ჩემში. შემდეგ უკვე როდესაც გავიცანი მამა ირაკლი, მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ მე ასე ძალიან შემიყვარდა კლუბში სიარული. გავიცანი მამა ირაკლის და ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და ძალიან ეს კლუბი დამეხმარა, რომ ძალიან ბევრ თემას უფრო სიღრმისეულად შემეხედა. შემდეგ იმდენად საოცარი პიროვნება ის, რომ მე დავიწყე ეკლესიაში სიარული კლუბი, ამაში ძალიან დამეხმარა და ძალიან ბევრი საინტერესო რამ მივიღე ამ კლუბისგან. დიახ, ხათო თქვენ რას გვეტყვით, როგორი იყო თქვენი ინტერესი თავიდან და შემდგომ უკვე რამდენად გაამართლა მოლოდინების წარმოდგენები, რაც თქვენ გქონდათ და როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება, მოძღვრის დამოკიდებულება, რაზე ამახვილებდით ყურადღებას შეხვედრებზე და როგორი არის ზოგადად ეს განვითარება, როგორ პოვა ამ ურთიერთობა? მე მამა ირაკლის შორიდან ვიცნობდი სიანში დავდივარ მე და შორიდან ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ძალიან ისეთი ადამიანი იყო, ბავშვებთან შეხება უყვარს და გამგები ადამიანია. როდესაც გავიგე, მეც მის დავთანხმები, რომ ეგრევე გამოვთქვი სურვილი, რომ ჩავწერილიყავი ამ კლუბში და მეც გავხდარიყავი კლუბის წევრი. აღმოჩნდა, რომ ჩემი ადგილი ყოფილა იქ, ჩაწერის შემდეგ უფრო დავახლოვდი სკოლასთანაც, მეგობრები უფრო მეტი გავიჩინე, მამა ირაკლისსაც დაუმეგობრდი ასე თუ ისე. ეკლესიაშიც უფრო ხშირად მივდივარ ახლა და ყველაზე კარგი ის არის, რომ მარტო საეკლესიო თემებზე არ ვლაპარაკობთ, კიდევ ვლაპარაკობთ ზოგადად ისეთ თემებზე, რასაც შეიძლება რომ ყველგან ვერ ვლაპარაკობდეთ და ის არის, რომ სირცხულის გზნობა არ გვაქვს და ჩვენი აზრის გამოხატვა შეგვიძლია უკვე და თავისუფლად. დიახ, თავისუფლად რა შეკითხვებით გაგვიჩნდება ხოლმე, თავისუფლად ვეკითხებით მამაოს, ის საინტერესო რჩევებს და პასუხებს გვაძლევს ხოლმე და შემდეგ მის პასუხებს და რჩევებს ვიყენებთ ჩვენს ცხოვრებაში. დიახ, გარდა იმისა, რომ საუბრობთ სხვადასხვა თემებზე და საკითხებზე, ასევე ღონისძიებებს მართავთ, ჩვენი ეთერის მეშვეობითაც გაშუქდა სკოლის აქტიურობა, ასე ვთქვათ, და ის ღონისძიება, რომელიც მის უწმინდესობას ილია მეორეს მიეძღვნა, გამოფენაც გაიმართა. მოდით ამ ღონისძიების შესახებ გითხარით, რამდენად იყავით ჩართულები და როგორ დასრულდა ეს ღონისძიება და რა მისცა როგორც თქვენ, ასევე სკოლის მოსწავლეებს და ზოგადად მომავალ თაობას. პირველ რიგში ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი დაწერილი თემა იყო გამოკრული დაფაზე და ხალხს შეეძლო მარტო ჩემი არა და კიდევ ბევრი ჩემნაირის დაწერილი თემის წაკითხვა. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, იყო ძალიან საინტერესო, რადგან ჩემი მეგობრები მონაწილეობდნენ და ისე მთელი ემოციები და ისე სიღრმისეულად იყო გადმოცემული ყველაფერი, რომც არ საინტერესო რო ყოფილიყო, მაინც ჩაგითრევდა, ასე რომ ვთქვათ და თემა რას ეხებოდა ხათო? თემა იყო უმეტესად 1700 წლის თავის გაქრისტიანებიდან და ასევე პატრიარქს ილია მეორეზე იყო ეს თქვენი დამოკიდებულება. კი. ასევე, როდესაც 10 მცნევა ჩამოწერეთ დაფაზე, მამა ირაკლიმ თავისუფლება მოუცა და გითხრა, რომ რომელი მცნევაც ჩვენ ესე განსაკუთრებულად მოგვეწონებოდა, დაგვეწერა მასზე თემები და ჩვენ ბავშვებმა დავწერეთ სხვადასხვა საინტერესო თემები და შემდეგ ეს თემები გამოიფინა უკვე სკოლაში. დიახ, მამა ირაკლი, ამ ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ თქვენს მინდა გკითხოთ, თუ რა იდეა იყო რეალურად ამ ღონისძიებაში, ასე ვთქვათ, და როგორი იყო ჩართულობა მოსწავლეების მხრიდან, დაინტერესება და მონაწილეობა, ვთქვათ. ზოგადად 72 საჯარო სკოლა ძალიან აქტიური სკოლა არის. მე სხვა ღონისძიებაზეც მიმიწვიეს.
კოტე აფხაზის შესახებ მქონდათ გაკეთებული ესე კარგად წარმოდგენა, ასევე ბოლო ზარზეც ვიყავი და ესე შთამბეშტავი ბოლო ზარი იყო და ძალიან აქტიური სკოლაა და ზოგადადაც ასეთ მართავენ ასეთ წარმოდგენებს და უფროს კლასელებთან ერთად ჩართულობა ჩვენი კლუბის წევრებსაც ბავშვების ჩაერთვნენ ამ პროექტში და 1700 წელთან დაკავშირებით იყო გამართული ღონისძიება და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ რა თქმა უნდა საქართველოს გაქრისტიანდა უფრო ადრე ანდრია პირველი წოდებულის ხადაგების შედეგად ამიტომ ვიწოდებით ჩვენ 60 ეკლესია და ეს სრულად ეს ეკლესიის ისტორია რომ წარმოადგინო და წარმოაჩინო ესე მოკლე ვადაში ძალიან რთულია და აი არაჩვეულებრივად გაართვეს თავი მოსწავლეებმა. აი დაუბრუნდები მე ჩვენი კლუბის მოღვაწეობას და აღნიშნავ რომ აი თქვენ ახსენეთ ექსკურსია. ესე იგი ჩვენი კლუბის თვითონ ჩვენ ვცდილობთ და ჩვენი მიზანი არის რომ შევქმნათ ესეთი სივრცე სადაც ბავშვები თავს იგრძნობენ ლაღად მათი მომავალი იქნება წარმატებული იქნებიან თავისუფლები მოაზროვნეები და აი ეს არის სწორედ ჩვენი მიზანი და ასევე ამ კლუბის ფარგლებში არის სხვადასხვა აქტივობები გათვალისწინებული ეს არის აი საგანმანათლებლო ექსკურსია გაიცანი შენი ქალაქი ჩვენ გულში ვიყავით სხვათა შორის და ძალიან ისეთი შთაბეჭდილება დატოვა აი ამ ჩვენად კონკრეტულად ესე იგი თითქოს ვიცნობ ჩვენ ქალაქს მაგრამ აი ძალიან ბევრი სიახლე ვნახეთ პროფესიონალი ესეთი გიდი გვახდა ჩვენ რომელმაც კარგად აგვიხსნა დაგვათვალიერებინა ყველაფერი ძველი ქალაქი ამ ერთ ლოკაციაზე რამდენი საინტერესო რამ არის მოგეხსენებათ ასევე ჩვენთან სკოლაში მოწვეული იქნენ სპექტაკლი იყო მოწვეული ასევე პროფესიონალი მსახიობების ჩართულობით ჩვენთან კონკრეტულად იყო გრიგოლ ფერაძეზე სპექტაკლი ასევე არის სპექტაკლები სხვადასხვა სკოლებში ილია ჭავჭავაძეზე ასევე ჩვენი ქართველი იუნკერების აი ტრაგიკულ ისტორია არის წარმოჩენილი ილია ჭავჭავაძეზე გათვალისწინებული არის ასევე სოციალური აქტივობა ჩვენ ჯერ ვერ მოვასწარით თუმცა მომავალში არის გათვალისწინებული მოხუცთა თავშესაფარში მისვლა ბავშვების აი საჩუქრების გადაცემა მოხუცებულებისთვის ბავშვთა სახლებში ასევე აი ბევრი აქტივობა და აუცილებლად ხაზი მინდა გაუსვა რომ ეს ყველაფერი არის დაფინანსებული საპატრიარქოს მიერ და ესეც აი შეღავათი არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის მათი მშობლებისთვის რომ აი აბსოლუტურად მათ არაფრის გადახდა არ უწევთ და ეს საპატრიარქო ამას თავის თავზე იღებს და ეს მნიშვნელოვანია. წევრიანდებიან კლუბში მამაირა. ჩვენთან ძირითადად მე-8 და მე-9 კლასელები არიან გაწევრიანებული, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში უფროს კლასელებთანაც ქონია შეხვედრა და ძირითადად მე-8 და მე-9 კლასელები. დიახ, გოგონება აღნიშნეს თუ რა მისცათ მათ ამ კლუბმა თქვენთან ურთიერთობამ როგორ დაახლოვათ აწარს თქვენი დამოკიდებულება როგორი არის მამა ირაკლი რა მნიშვნელობა აქვს სასულიერო პირის ყოფნას სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობას? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა ჩვენი თავიდან მიზანი იყო რომ ესე იგი ბავშვები შეგუებოდნენ მათთვის უცხო არ ყოფილიყო სასულიერო პირთან ურთიერთობა და აი მოლოდის გადააჭარბა ჩვენ აი კონკრეტულ თემებზეც ვსაუბრობთ ხოლმე და აი ნინო ახსენა 10 მცნება ხა ჩვენ ბოლო გაკვეთილი იყო ერთ-ერთი 10 მცნება და ჩვენ ყველამ ვიცით რომ 10 მცნება 3000 წლის წინ გადაეცა მოსეს სინას მთაზე ცნობილია ზოგადად თუმცა აი ნადიდი აღმოჩენა იყო მოსწავლეებისთვის რომ სწორედ ეს 10 მცნება რომელიც მოსეს გადაეცა ამ დიდი ხნის წინათ აი დღესაც ესეთი აქტუალურია და ეს არ არის რაღაც მხოლოდ მშრალი რაღაც რელიგიური დოქტრინა არამედ ეს გახლავთ აი დღევანდელ დღეს თუ რამე კანონები არის სწორედ ეფუძნება ამ 10 მცნებას და იქნება ეს ვთქვათ
ადამიანის აი რომ ჩამოვთვალოთ არა თუნდაც ოჯახური ეთიკა ავიღოთ თუნდაც სამართლიანი მართლმსაჯულება ადამიანის უფლებები ან საზოგადოებრივი წესრიგი ეს ყველაფერი ეფუძნება სწორედ ამ მათმცნებას ჩვენ ახლა მახსენდება აი თავისუფლებაზე როდესაც საუბრობდით ახლა თავისუფლება მოგეხსენებათ ძალიან ესე იგი აქტუალური მეტუმეტეს ახალგაზრდებში და ძალიან გონიერი ბავშვები არიან და ისეთ თემებს წერენ რომ აი გაუცდებით აქტუალური ერთი და თან ხშირ შემთხვევაში არასწორად აღქმული და გაგებული სამწუხაროდ და პატრიარქმაც გაუსვა 26 მაისს გამოსულ როდესაც მისი სიტყვით გამოდიოდა რომ ესე თავისუფლება უნდა იყოს პასუხისმგებლობით შეზავებული და აი სწორედ ამ თემებზე რომ საუბრობდით და რომ აუხსენი მე ახალგაზრდებს რომ ესე იგი ეს თავისუფლება არ არის ის რაც გინდა რომ ისაკეთო არამედ ეს პასუხისმგებლობა აუცილებელია ამ შემთხვევაში და აი პავლე მოციქულის ბრძანებს რომ ვინც ესე ღრითია ძლეული მას ემონებაო ანუ არ შეიძლება რომ ადამიანი იყოს სიტყვაზე ლოთი ან ნარკომანი და ის ამბობდეს რომ მე თავისუფალი ვარ იმიტომ რომ დამოკიდებულია რაღაც ნივთიერებაზე და ამაზე რომ საუბრობთ ერთ-ერთი აი ძალიან გონიერი და ნიჭიერი მოსწავლე არის და მან მითხრა რომ რა თქმა უნდა უფიქრია დარწმუნებული ვარ ბევრჯერ ამ თემაზე მაგრამ მე ასე არ ჩაღრმავები ვარ და ასე არ მიფიქრია ამაზეო და ეს სიახლე იყო მისთვის და ამ კუთხით აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი უშუალო საუბრები ჩვენი ეს შეხვედრები არ არის აი გაკვეთილი ეს უკვე ასე არის დაგეგმილი გაწერილი რომ ჩვენ ეს მერხევს სადაც მოსწავლე ზიანეს უცვლით ხოლმე ფორმას როგორც არის ესე შემოვალაგებთ ზივართ და აი ვცდილობთ რომ ეს ჩვენი ურთი არ არის მხოლოდ მონოლოგი რომ აი მე ვსაუბრობდე და ეს მისმენსა ჩართულები არიან ბავშვები და გოგონებსაც მინდა ვკითხო თუ ურჩევთ თქვენს თანატოლებს რომ გაწევრიანდნენ ამ კლუბში და როგორი არის თქვენი დამოკიდებულება ზოგადად და რამდენად იქონია თქვენი კლუბში ჩართულობით ზეგავლენა სხვა მოსწავლეებზე. მე ჩემს თანატოლებს აუცილებლად ვურჩევ ამ კლუბში გაწევრიანებას, რადგან კლუბში ჩვენ ვსწავლობთ კრიტიკულ აზროვნებას, ურთიერთ პატივისცემას, ასევე სხვისი აზრის პატივისცემას და აუცილებლად უნდა ჩაერთონ ამ კლუბში, რადგან მათ ექნებათ ასევე ყველაზე მთავარი ურთიერთობა სასულიერო პირთან. დიახ, ხათო თქვენ რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით? მეც ნინის რომ საჭიროა ნამდვილად საჭიროა, რადგან უფრო მე ბევრ მეგობარს იჩენ ეკლესიასთანაც უფრო ახლოვდები, სხვის აზრს უფრო ითვალისწინებ და უფრო გესმის სხვისი და ამიტომ მეც ვისაც შესაძლებლობა აქვს, ყველას ვურჩევ რომ გაწევრიანდეს. მამა ირაკლი, ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა აუცილებლად სამომავლო გეგმების შესახებაც რომ გკითხოთ, წეგანახსენეთ რომ მოხსცებულებს გინდათ რომ ესუმროთ და გაიზიაროთ მათთან ის სიხარული, რომელიც ამ შეხვედრებს ახლავს ხოლმე და ამისა კიდევ არაერთი გეგმა გექნებათ. დიახ. გეგმები არის, რა თქმა უნდა, ჯერ ახლა იწყებს განვითარებას და თუ უკვე ესეთი შედეგი არის სახეზე და რა თქმა უნდა განვითარდება უფრო მეტად. ამ პროექტში ჩართულები არიან ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც მე ვახსენე საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც აი ძალისხმევას არიშურებს, მოძღვრები, განათლებული, ძალიან ენერგიული მოძღვრები, რომელიც ამზადებენ აი ამ თემებს და ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა, ონლაინ ჩართვები, არ არის ადვილი ეს ორგანიზება ამდენი სასულიერო პირის ერთად აი ამას უძღვება ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არაჩვეულებრივად და მომავლის გეგმებიც რა თქმა უნდა არის მე ასევე მინდა ვახსენო სკოლის როლი თვითონ სკოლის დამოკიდებულება დირექციის დამოკიდებულება სკოლაში არის ესეთი ერთსულოვნება სუფევს რომ ჩვენ ძალიან გვიადვილდება ურთიერთობა აი დაწყებული მანდატური და დამთავრებული ნებისმიერი პედაგოგი აი ძალიან გახსნილად გვხვდება და ეს ძალიან სასიამოვნოა ესე სკოლამ გამოგვიყო ჩვენ მოგვამაგრა შეიძლება ითქვას დამხმარე მასწავლებელი რომელიც ასევე აი საორგანიზაციო საკითხებს უძღვება გვიადვილებს
ჩვენ ურთიერთობას ბავშვებთან და მომავალშიც აი იმედები გვაქვს რომ ყველაფერი იქნება აი ძალიან კარგად შეწევი. წარმატებებს გისურვებთ, მამა ირაკლი, თქვენს წარმატებებს გისურვებთ, გმადლობთ მოგზაურობისთვის და ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმრები გახლდნენ სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური 72 საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის მოძღვარი და პედაგოგი დეკანოზი ირაკლი ნიმსაძე და 72 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნინი ჯაფარიძე და ხათო თოდრია.